ჩვენი სტუმრები არიან ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი, ფანტასტიკური დედაშვილი. გიგი. მოგზაურობთ. შეიძლება? ზუსტად. ესე იგი, გამარჯობა, შემოგზაურდით. გამარჯობა. როგორ გიქხოთ? აი, ზუსტად იგივე ხართ, როგორც ბავშვობაში გიყურებთ. ინგა არის. არა. სიმაღლეში ხარ გაზრდილი ვარ. აბიერ გიტყობა. ქალბატონი ინგაც იგივეა და გიგი შენ ისეთი ხარ, როგორც ბავშვობაში მახსოვ ხარ? აი, ხაჭარბე. არა, არ ვაჭარბე, ასია. უბრალოდ მაღალია. უბრალოდ მაღალია თორე. მაშინ პატარა ბავშვი იყო. ბერიკებში გახსოვს? აი მე ბერიკებში ბერიკები არ გახსოვს? იცი რა, მე ბერიკები ცოტა ადრე მე ხო ძალიან დიდი ვარ. შენ უფრო ადრე. მე და გოგა ვსაუბრობდი. გიგი ბავშვია ჩვენთან, ხა არ ვიტყვი ასაკს. ასაკები არ ვთქვა. ასაკი ძალიან დიდი დღე, კი არ გავსყოდებით ერთმანეთს. არა, კარგი. მე ვიტყვი ასაკს, არ მწხვენია. 42 წლის ვარ მეგობრებო, არ მწხვენია. შენ რამდენი ისხარ? აბა გამო. ერთი წლის უფრო. ესე იგი, კარგი უკაცრავად ამიტომ გამოვაცხა. ბერიკებში რომ ვსაუბრობდით, ისეთი მხიარული ბიჭი იყო, მე რა დაემართა არ ვიცი, მაგრამ აღარა, სევდა. სევდა შემოვაწყო. რა დაემართა? ჩემ ხელში გაფუჭდა? ეგ აღარ ვიცი. მეც მახსოვს ბერიკებიდან გოგა. გუშტები დადიოდა ხოლმე ბავშვებს მონადირე გახსოვდა არ იცვლებით არასად. უამრავი თაობა გაზარდა და ყველას ძალიან გვიყვარდა და ჩვენ არ ვიცლები. არა, ძალიან საყვარლები. გავიდათ 18 წელი. კარგები ხართ, აი ძალიან. ასაკზე ერთი კითხვა გამიჩნდა. 38 წელია მღერით დუეტს. და ანუ შენ აღუსმაგივრად ეგრევე დუეტი წამოიწყე. ხო, როდის ამღერეთ ეს ბავშვი? 4 წლის რომ იყო, აი ფილარმონიის დაიწყეთ, აი დედამ დაიწყო. როგორც დუეტი შედგა, აი გიგი იყო მაშინ 4 წლის ასაკში ფილარმონიაში. არა და მახსოვს, ეგ გამოსვლა. საბელზე იყო ჭოჭინა, რომ სცენიდან არ გადავარნილი. ჯერ ბავშვი გამოვიდა და მე დედა. სახელწოდე. ირმა გამოვიდა ასე, საბელით და საბელზე ჭოჭინა იყო. და ეხო რისკია 4 წლის ბავშვთან ერთად ამ ხელა სცენაზე გამოსვლა. აი როგორ გარის? რა თქმა უნდა, ჩვენი აი დუეტის ნათლი არის იყო უბრალოდ ბატონი დორიან კიტია ფილარმონიის დირექტორი ხომ გახსოვთ და აი მაშინ ბატონა დორიანმა შემოგთავაზა რომ თქვა უბრალოდ ასეთი იდეა დაებადა რომ მოდით ერთი ვსინჯოთ დუეტი, აი ეს დუეტი და 4 წლის გიგი გავიყვანოთ სცენაზე. რას იზავს ხომ არ იტირებსო? ბატონო? ხომ არ იტირებსო? ხომ არ იტირებსო და მე დარწმუნებული ვიყავი რომ არ იტირებ და რატო იყავი ასე დარწმუნებული? დედა. იცის, არ შეეშლებოდა. არა, ხო იცით, ხა ეს საერთოდ ეს არის რა, რომ ყველა დედისთვის შვილი არის გენიოსი და ის ასწავლე რატო გეგონათ რომ გამიტირებ. გიგი უნდა იჭხუბო ახლა ამიტომ მოხვედი. ეგ სახში მკითხე. სახში მოგიყვებიან მაგას. მოგილიან სახში, მოხვდი. 4 წლის როა ბავშვი მაინტერესებს რა ენით უხსნი რომ დედიკო ხვალ ჩვენ გვაქვს კონცერტი ფილარმონიაში იმღერებ დუეტს. აი და 4 წლის ბავშვი რომელიც აი კამფეტის იქით მე მგონი ვერაფერს საწოვარა გამოვართვის მიკროფონი მიწევს. იმღერა ფაქტი ხო იყო ესა რომ იმღერა ნამდვილად გამოვედი თუმცა ქონდა ასეთი მომენტებიც რომ ჩადიოდა დარბაზში ხალხთან ზოგი დაისვამდა მუხზე ზოგი ნუ ხო 4-5 ცოტა მერეც და აი ესაუბრებოდნენ იქიდან მღეროდა და დამტოვებდა მარტო სცენაზე არა ახლა სრულიად უკონტროლო სცენაზე გაცილებით უფრო თავისუფალი ვიყავი ვიდრე ცხოვრებაში ვარ რაღაც სხვა ესეთი რაღაც უცნაურობა ანუ მეოთხე კედელს ანგრევდი რა ეს პრინციპი არ ქონდა თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა სამსახიობო განყოფილება მე როგორც მახსოვს აი უნდა მეთქვა ბატონი დათო კობახიძის ჯგუფი არასოდეს ანუ აი რა ხდება თეატრის მიმართულებით ნახე როგორ მოხდა როგორც კი დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი მაშინვე შეიქმნა ჩემი ჯგუფი სინათლის წელიწადი. ამ ჯგუფმა ჩემ ცხოვრებაზე იმხელა გავლენა მოახდინა და დიდი დრო დაგჭირდა. ძალიან დიდი დრო, იმიტომ რომ ეს არის ბენდი, რომელიც აი ეს სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად მონაწილეობს და გვაქვს ჩვენი არაერთი ლაივი ესე ჩატარებული
და ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, იმიტომ რომ ჟანრობრივად ძალიან დიდი ანუ 2004 წელს დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. სინათლის ელიცადი შეიქმნა მომენტალურად, კი. იმავე წელს. ანუ არჩევანის გაკეთება მოგიწია შენ. არჩევანის გაკეთება იცი რა არის? არ მომიწია და აი ვიტყვი რატომ? იმიტომ რომ მთელი ჩემი აი ეს თეატრალური მომენტი, რაც მიყვარდა სამსახიობო მომენტი, გადმოვიტანე აქ, იმიტომ რომ ჟანრობრივად რო შევხედოთ, ესეთი ჟანრია არტ როკი, პროგრესივ როკი არის და შესაბამისად ძალიან ისეთი ეპიკური მუსიკა იწერება, ანუ სადღაც შეიძლება 10 წუთიანი, 12 წუთიანი, სადაც სხვადასხვა პერსონაჟები, ანუ ძალიან საინტერესო მოვლენებთან მქონდა. კი, და აი წინმა კიდევ ძალიან ისეთ საინტერესო რაღაცები დაგეგმილი სინათლის ელიცათან. არ მუშაობდა კონსერვატორია, დაკეტილი იყო 4 რემონტში წელი შააბარა თეატრალური. მიდიოდა და ამაზე რომ კონსერვატორია თუ თეატრალური. ბატონმა გოგიმ გადაგუძლია თეატრალური. ხო ესე იგი. ამის განმავლობაში აი ოდნავ მაინც არ ქონია გულისწყეთა, რომ აი დრამატული როლი, აი რაღაც ესეთი არაფერი რო არ რა თქმა უნდა მაქვს. ხო გაქვს. რა თქმა უნდა მაქვს. მინატრება და მინდა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ყველაზე მეტად მწყდება გული რომ აი ხა გამოცდილება გაქვს, ორივეს გამოცდილება გაქვს, ოთარი არ ვიცი გადაუღიათ თუ არა. ოთარი როგორ არა? ოთარი 18 წელია გადაღებულია. ფილმებში არა. არის არა, ხო? სადავარ. ჩვენ ის ფილმი არის ყო? ფილმი იყო. ფილმი ხო? ერთხელ შუაქალაქში ფილმი იყო. მონანიება მაქვს 7-ჟერ. შუა ქალაქში ფილმის სახით არსებობდა. კი, რა თქმა უნდა. ჩამოვჭი მოვლე. სახელმწიფო დღეს გამოგიგზავნე. ჩამიგდე. კი, გამოგიგზავნე. და აი მონანიება რამდენჯერაც მაქვს ნანახი, ხო? ანუ ის პერსონაჟი მითამაშია, ხან ის პერსონაჟი მითამაშია, ხან და საოცნებო როლი აი ესეთი, რასაც ითამაშებდი ახლაც სიამოვნებთ. ვარლამს ვითამაშებდი. რას ამბობ? შეიძლება არაშესაფერისი ჰაბიტუსი მაქვს. ყოველთვის მიყვარდა, სულ მათამაშებდნენ რაღაც კარგ ტიპებს რა და ისე მინდა, ისე მენატრება, იგივე თეატრიც მენატრება და კინო აი არ ვიცოდი, მე ხო და აი ზიარეთ ხოლმე ჩვენთან სტუმრად და აი გაიგებთ შვილზე ახალ რაღაცებს. სახიობებთან რა. გულწრფელი საუბრები გიგი გეგელაშვილთან. ექიმობა არ გინდოდა. კულინარიაში როგორი ხარ? კულინარიაში. აუ ძალიან მაგარი. მაგარი. თქვენ სათხართ ხოლმე? თქვენ გასული ხართ ქალაქიდან? ეხლა სერიოზულად ვიტყვი, ოღონდ მართლა. არაფერი არ ვიცოდი. არა, არაფერი არ ვიცოდი. მაგრამ დაჭირდა. მაგრამ ისეთი ბაჟის გაკეთება ვის? ბაჟე? ახლა ისეთი ბაჟის გაკეთება. ბლენდერში? ჩვენი არა. შეხედე 4 ბოთლი ყემალი ხო გვაქვს? 4 კილა ბაჟე. 4 კილა ბაჟე დაემატა. ხელით დაჭრე. რაღაცა და ერთი მამამ გასინჯოს. ჩვენ რა გაგვისინჯე ამის. გასინჯეთ და მე. ოთარ ჩაკაფულის. კაი, შემდეგი სტუმარი რომ მოვა ჩაკაფული. კიდე რასაკეთებ შულო გაგვიმხილე. მეტი არაფერი არ ჩვენ არის. ჯერჯერობით. ანუ ეს ბაჟე ახლა უსწავლია. აი ეგ არის სცენა და აბა ბაჟეს როგორ მოგვიმზადოს აბა ვიმღერო ვირჩევნია და ვირჩევნია. სიმღერის garaშე ვერავინ ვერ წავა დღეს აქედან. დღეს უმღერი გითმობთ სცენას. ჯერ თუმცა ცივი ქარფიქრია ზამთარმა უკვე იცის რომ უნდა დათმოს ადრე თუ გვიან მთელი სხეული მიწის და როგორც გაფრენის წინ ჩვენ გავშლით ფრთებს მე და შენ მალე გადნება ხიდის საფარი ბალახიც მომაჩიდო და შენი მხარი შთამომავალი კვლავ მოედება მინდოს მიწიდან წინ აფრინდი ფრი და სულ სხვა გზით მატარებელმა დატოვა ბოლი მიტოვებული ტყების ზემო დაუცე ფიქრზე მეცრემლის გემო და დღე რომელიც უშენოდ მოვა მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი
გაფრენისი ჩვენ გავშლით თეს მე და შენ მაღლა ქარხნის მილებზე და ცაზეც მაღლა მხოლოდ შენს გამო ვერ გაიგებენ ვერასდროს ხვები ჩვენს ერთად ყოფნას სამიტუნებით ვერ გაიგებენ ვერასდროს ხვები რომ ჩვენს ძლიერებს სინათლის წელს გავუშვით თეს მე და შენ სინათლის წელს გავუშვით თეს მე და